ტრადიციულად ამ შემთხვევაში ახლა მწვრთნელი ჟურნალისტები შეხედათ აქ რეპრესია გამოვლილი ჟურნალისტები, მადლობა მოგიხადოთ, რასაც აკეთებთ და ეს ხო დადასტურებული ფაქტია და ისეთ რეალობა გვაქვს სამწუხარო, რომ არაერთი დადასტურებული ფაქტი, რომ საკუთარი სიცოცხლის პირდაპირ მნიშვნელობით და ჯანმრთელობის ფასად კადრები ვიხილეთ, არა მარტო 24 წლის ამბები, მიმდინარე წლის ამბები, არამედ იყო 5-6 ივლისის ამბებიც, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ჟურნალისტები აშუქებენ მოვლენებს. რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ეს არის სარკე რუსი ივანიშვილის რეჟიმისა. ჩვენ გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელი, რომელიც არ აშუქებს ხალხის ხმას. ჩვენ გვყავს პოლიციელები, რომელსაც ჩვენ უხდით თანხას და ჩვენი დაცვის ნაცვლად პირიქით ჩვენზე ძალადობენ. და ეს სრული კოლაფსი ხო ამ კადრებში ჩანდა, ორი კადრებში, ანუ სად არის პოლიციელი და სად არის უკანონო ფორმირება, ვერ ხედავ და ჩვენ ხედავთ მზიამაღლობელი არის რესურსებს მიღმა და ამავე რეჟიმის პირობებშიც გაშიშვლდა ის სისტემა, რომ ამავე რეპრესიული კანონმდებლობის და სრულმოწმეების ფონზეც კი რამდენად ეს არის უკანონობა, რასაც ჩვენ ხედავთ და ჩვენ გვყავს არაერთი სინდისის პატიმარი და მათ შორის ქალი ჟურნალისტი, პირველი ქალი ჟურნალისტი სინდისის პატიმარი. ის რასაც ვასიკო მაღლაფერიძე აკეთებს, რასაც აკეთებს თინა თიმბერძენიშვილი, ეს არის გაგრძელება, ეს თქვათ მორიგი, თქვათ რეჟიმის სახე, რომელიც სათავეში არის ამ დეზინფორმაციის და პროპაგანდის და იგივე თქვენი დამსახურება არის ქეთის და მისი კოლეგების დამსახურება ჯერ კიდევ რუდის იყო საუბარი რომ არის შავი სია. სიაში არის შესული ის ხალხი, რომელიც განსხვავებულ პოზიციას ამბობს, ორგანიზაციები და ნაცვლად იმისა, მაშინაც ვაპროტესტებით, რომ რეაგირება მომხდარიყო ეს როგორ მოხდა, დასჯილიყო ეს ადამიანები და საზოგადოებრივ მაუწყებელი ყველასაც უნდა ყოფილიყო, მივიღეთ ის. ასე რომ ის რასაც აკეთებს დღეს მენეჯმენტი და ის ხალხი, ეს არის გაცნობიერებული, აბსოლუტურად ღია ღალატი ქვეყნის და პარალელურად, რა თქმა უნდა, თავისი პროფესიის. საზოგადოებამ გადასარევად იცის, რომ ის როდესაც ინფორმაციას არ აწოდებენ ჟურნალისტს, უქმნიან ტოქსიკურ გარემოს, ან უკანონოთა თავისუფლებენ და იმუქრებიან დანარჩენებს, ეს რეალურად მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული. რა თქმა უნდა, თქვენი უფლებები ირღვევა, კი არ ვაკნიებ ამას პირიქით, კიდევ ერთხელ გიდასტურებ და თითქმის როგორც სადაც კი შესაძლებლობა მაქვს ნებისმიერ ეთერში და რეალურად მხოლოდ დამოუკიდებელ ეთერში ხდება პატივისცემას გამოხატვა და მადლობას გიხდით, მაგრამ საბოლოო მიზანი მათ შორის არის, რომ ის რაც თქვენს გადაცემებში იყო, ქალბატონი ნინო და გონი ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში მე ვიყავი სტუმრად. ბოლო გადაცემაში ზუსტად. ეგრე გამოდის ჩემთვის დიდი პატივი არის და თუმცა მე დარწმუნებული ვარ თქვენ დაბრუნდებით და კიდევ უფრო მეტი ენერგიით და იგივე ამ ხალხს, ვინც დღეს ჩადის ამ უკანონობას, ყველამ გადასარევად იცის ადრე თუ გვიან ისინი პასუხს აღგებენ, თუ კი რაიმე მათი უფლებები დარღვეული იქნება, პირველი თქვენ იქნებით, რომელსაც ამას გააშუქებთ, იგივე იქნება სტუდია მონიტორი, გამოიძიებს ამ საქმეებს და სხვა საქმეებს და საზოგადოებას აჩვენებს. და ამ რეჟიმისთვის დამახასიათებელი კიდე ის არის ეს დანარჩენებისთვის, რომ ცდილობს თითქოს ჩუმათი იყოს, რომ ყველა ხელი უნდა იყოს უკვე გასრული ამ უკანონობაში. ეს არის კიბოს მეტასტაზი, რომელიც სათავეში არის ივანიშვილი, მაგრამ ის მარტო ამას ვერ აკეთებს. შეუძლებელია ეს გააკეთოს. მის გარშემო ყველა ადამიანი, რომელსაც უნდა ღია დააფიქსიროს თავისი სოლიდარობა, რასაც ჩვენ ხედავთ, თქვენ შემთხვევაში ბურდის ხდომა იყო, უფრო შემადგენლობა. თეატრშიც რაც ხდება, ყველას ინდივიდუალურად, რომ მე თქვან, მარტო მე კი არა ვარ ესეთი გასრული. ყველანი თქვენ გახართ. ანუ კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე გადადის და დანარჩენი ვერ გაერიდები და ყველაზე მთავარი რაც არის, რომ ის რასაც ნინო და მისი გუნდი აშუქებდა იმ პრობლემებს, იქ პრაქტიკულად არ იყო საკუთარ პრობლემებზე საუბარი. იშვიათად თუ იქნებოდა როგორ არის მედიაზე იყო პრობლემები, მაგრამ მაინც მთავარი აქცენტი იყო საზოგადოების პრობლემები. მთის პრობლემები, ბარის პრობლემები,
იმ ხალხის ვისაც დახმარება სჭირდება. არ იყო იქ პოპულისტური საკითხები. და შესაბამისად ეს ხალხს აკლდება. ეს არის ღია შეთქმულება და ავტორიტარიზმში ცხოვრება კი დავიბადე, მაგრამ არ მომწევი ასე გააზრებულად აღარ არსებობს არაფერი საიდუმლოება. აღარ არის საიდუმლოება რა უნდა რუსივანიშვილს, რა უნდა რუსივანიშვილის რეჟიმს და რა საკეთებს ბერძენიშვილი, რომელიც თვითონ ბერძენიშვილი და ვასიკო ბონდო მძინარიშვილთან ერთაზე დგანან, ერთად ხედავენ როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. რამდენიმე გვარს დავამატებდი მან დიდი სიამოვნებით, მაგრამ რა თქმა უნდა. დაამატეთ ნინო. მე აქ ისა ჩემთვის კიდე ერთხელ არის ეს დიდი პატივი რომ თქვა ადამიანებს ვიცავ, მეგობრობ, ვიცავ ესე ვთქვათ, როგორც ვის შემიძლია, მაგრამ რეალურად თქვენ ქმნით საზოგადოების ინფორმაციას და დღესაც რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღესაც რომ ხალხი აპროტესტებს და დღესაც რომ არის ეს თორე ფორმალურად ძალადობის თხოვნით და სამართლებრივად უკვე სადაო არის არა მარტო ავტორიტარიზმი დიქტატურაშიც გადასული ვართ, ანუ ფორმალურად სამართლებრივად უბრალოდ საზოგადოება რო არ იღებს ამას უმრავლესობა, ეს არის ზუსტად ამ მედიის დახმარება. ამ მედიის დახმარებით ხდება ეს, იმიტომ რომ ესენი აშუქებენ ყველაფერს, ყველა ძალადობას და სისტემის გაშიშვებას. ხალხო, კონსტიტუციაში გვაქვს 78 მუხლი. მაუწყებლობის შესახებ კანონში გვიწერია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოვალება არის ევროინტეგრაცია, ნატო ინტეგრაცია და ბორდის თავმჯდომარე გყავს, დირექტორი გყავს, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გყავს, რომელიც სიაშია შეყვანილი დაასანქცირეთ. არ არსებობს ქვეყანა, სადაც უზრუნველყოფილი არის ადამიანის უფლებები, კეთილდღეობა, შრომითი უფლებები დაცული, ღირსეული ანაზღაურება, სადაც მედია არ არის. შეუძლებელია კაცობრიობამ სხვა მოდელი ვერ მოიგონა და ვერც მოიგონებს, იმიტომ რომ მედია საუბრობს თქვენს პრობლემებს. გექნება პრობლემა, გააშუქებს. რომ არ იყოს პრობლემა, არც დაჭირდებოდა ამას გაშუქება. ადგილზე თვითმმართველობა რო არ გიგوارებს, მე შემდგომი ხელმძღვანელობა, შემდგომ ცენტრალური ხელისუფლება, იმიტომ გამურბის ადამიანი მედიაში და ამის წართმევა უნდა.